გუშინდელი საღამოს გამო მინდა მადლობაც გადაგიხადო და ბოდიშიც მოგიხადო ზეინებ. მართალი გითხრა გარკვეული ეჭვები მქონდა, როცა მამამ გადაწყვიტა, რომ ჩემთვის შესაფერი ხარ, მაგრამ ყველა ეჭვი გაქრა მას შემდეგ, რაც ჰალილ იბრაჰიმს სახეში გაარტყი. შენთან დალაპარაკება მეც მინდოდა, ქან, მაგრამ გუშინდელ საღამოზე არა. იმაზე რა იქნება მომავალში? ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა, საყვარელო. მიხარია, რომ ეჭვები გაგიქრა. მაგრამ ამით არ იცვლება ის ფაქტი, რომ წარსული მქონდა. ხომ იცი, რომ გათხოვილი ვიყავი, ქმარს ცოტა ხნის წინ დავშორდი. პატარა ქალაქში ვცხოვრობთ. ყველას აქვს ღირსება და სიამაყე. არც შენ და არც მე ერთმანეთის სიამაყე არ უნდა შევლახოთ. ანუ? თუ რამე მომავალი გვექნება, მოდი ნუ ვიჩქარებთ. გადაწყვეტილება ერთად მივიღოთ. თუნდაც ისეთი, როგორიცაა რესტორნის არჩევა, სადაც ვისადილებთ. შევთანხმდით. ამიერიდან ისე იქნება, როგორც ჩვენ გინდა. მშვენიერია. სხვათა შორის, მართალი იყავი ჰალილ იბრაჰიმს რომ დაშორდი. ამ ადამიანზე ისე საუბრობენ, როგორც ლეგენდაზე, მაგრამ ჩემი აზრით, ერთი ჩვეულებრივი ჯამბაზია, რომელიც ყოფილ ცოლს მოსვენებას არ აძლევს. იქნებ წარსულზე აღარ ვილაპარაკოთ. ზეინებ, კარგად ვერ გაგიცნობ თუ წარსული არ მეწოდინება, ამიტომ ყველაფერი უნდა ვიცოდე. ჰალილ იბრაჰიმი გაინტერესებს თუ მე? რა თქმა უნდა, შენ მაინტერესებ. კარგი. ჩემთვის წარსული წარსულში დარჩა. დანარჩენი კი ვნახოთ. რადგან წარსული წარსულში დარჩა, მაშინ დღეს ჰალილ იბრაჰიმის სახლში რასაკეთებდი? შენ რა? მithვალთვალე? რა თქმა უნდა. ყოველთვის თვალი უნდა გადევნო, იმიტომ რომ არავინ არაფერი დაგიშაოს. ახლა კი ჩვენს თემას დავუბრუნდეთ. ჰალილ იბრაჰიმის სახლში რასაკეთებდი, ზეინებ? ის სახლი მხოლოდ ჰალილ იბრაჰიმს არ ეკუთვნის. იქ ცხოვრობდნენ ჩემი მეგობრები, ძმები და დები. შემიძლია მაშინ მივიდე, როცა მომინდება. ამიერიდან შენი დები და ძმები აქ მოვიდნენ, შენ სანახავად, ზეინებ. ქან. ისევე როგორც დღეს. ქან. ზეინებ. მე ყველაფერი გითხარი. ნუ მეწინააღმდეგები. შენ არა, მაგრამ შენი მეგობრები, ძმები და დები ინერვიულებენ. Üzülürler. გისმენ. ისკანდერს უთხარი, რომ ჰალილ იბრაჰიმ ქარას უმოვიდა. გელოდება? ძადი და ამის შესახებ თვითონ მას კითხე. ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა. ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა, ისკანდერ ბეისთან ლაპარაკი უნდა. ბატონო, ჰალილ იბრაჰიმი მოვიდა, თქვენი ნახვა უნდა. შემოვიდეს 24/7-ზე ველოდები. ბახში შეიყვანეთ, როგორც მიბრძანებთ, ბატონო. გთხოვთ, ისკანდერ ბეი მალე მოვა. Hoş geldin. კეთილი იყო შენი მოსვლა. შენ არაფრით გაგვიმასპინძლდი, მაგრამ ჩვენ გითხავთ, ძლიერი ყავა გინდა?
არა, İçme. არ დალიო, კარგი. Seni dinliyorum. ისმენ, იცი იმის შესახებ, რაც გუშინ საღამოს მოხდა? იცი, Çok güzel. ძალიან წუხარ. Sen შენ რომ არ მოსულიყავი, მე ben sana მოვიდოდი. gelecektim neredeyse. Senin gibi bir ეს ის არ არის, რაც შეიძლება შენისთანაკაც გაუკეთო. Bizim ჩვენმა ქაანმა შეცდომა დაუშვა. დაუშვათ არ დაუფიქრდა, როგორი ადამიანი ხარ და ასე მოიქცა. რაც არ უნდა იყოს, არ გიცნობს. მაგრამ ზეინები? შენი ყოფილი ცოლია. eski როგორ შეუძლია ასე მოიქცეს? bunu sana nasıl ის რომ ქაანი იქ მოიყვანა, ერთი შეცდომა, რაც შემდეგ გააკეთა უკვე 1000. აქ ზეინებზე სალაპარაკოდ არ მოსულ ვარ. ზეინებმა რაც არ უნდა გააკეთოს, ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება. მაგრამ შენი ვაჟი თუ კიდევ დადგება და მორალის კითხვას დამიწყებს, აქ ნაწილებად გამოგიგზავნი. ამას გვირდები. გასაგებია? შენი მესმის სიამაყე შეგილახეს, მართალი ხარ. ქაანის და ზეინების გამო ბოდიშს გიხდი senden და ამ სიტუაციას შენთან მოსვლით მოვაგვარებ. da senin mekanına gelip Damicere. telafi ederim. Anlaştık. შევთანხმდით? İskender. ისკანდერ, დიდ გეგმებს აწყობ, მაგრამ Ama bu büyük planların პატარა yanında რჩები çok ამ შენი küçük დიდი გეგმების გვერდით. Bu planları sana ამ kim შენი yaptırırsa გეგმების უკან ვინც არ უნდა იდგეს, ჩემგან მოკითხვა გადაეცი. çok bekletme. დიდხანს ნუ მალოდინებს და მოვიდეს. ველოდები. Beklerim. ველოდები. Oo. Kimleri görüyor? ამას ვის ვხედავ? Ali ჰალილ იბრაჰიმ? Şimdi ზუსტად ახლა მე და ზეინები შენზე ვლაპარაკობდით. Zeynep ზეინებმა შენც და ყველაფერი რაც გადაიტანეთ, წარსულში დატოვა. dün akşam yaşanan. მთხოვა დავივიწყო ყველაფერი რაც გუშინ მოხდა. Ben de olur. მეც ვუთხარი, კარგი ჩემო ზეინებ. Seni kırmam. ამისთვის არ გაწყენინებ მეთქი. სამაგიეროდ მე გაწყენინებ კან. Seni ყველა ძვალს დაგიმტვრევ. babana söyle. გზიდან გამეცალე არ გაგსრისო. Sana da söylüyorum. Çekil ayağımın altından. გამეცალე. Ezmeyeyim seni böcek. გამეცალე მეთქი. Kaan! კან, Sen gel böyle. მოდი აქ. Beyler. sizin ბატონებო, misafirimiz თქვენც olur მიიღეთ mu? თქვენი სტუმარი როგორც წესია. Benden selam olsun Bolu Bey'ine, Bolu Bey'ine. Çıkıp şu dağlara yaslanmalıdır, yaslanmalıdır. At işlemesinden, kalkan sesinden, kalkan sesinden. Dağlar seda verir, seslenmelidir, seslenmelidir. მეგობარო, აქ კიდევ ერთხელ თუ გნახავ სხვაგვარად დაგელაპარაკებით. Sahibiniz იმის ნაცვლად რომ შენი პატრონის ფინი აიყო, გირჩევ ადამიანად იქცე. Düşer mi hele şanından, aman şanından. Çoğuyor her meydanından, her meydanından. Fırat köprüğünden, düşman kanından, düşman kanından. Çizme dolup şalvar ıslanmalıdır, ıslanmalıdır.
ıslanmalıdır. Kırat köpüğünden, düşman kanından çizme dolup şalvar ıslanmalıdır, ıslanmalıdır. აბა, რა გადაწყვეტილება მიიღეთ? გადაწყვეტილება კი მივიღეთ ნედიმე ჰანი, მაგრამ თქვენ შემდეგ საქმეები ცოტა აირია. როგორ? დილით ისკანდერი მოვიდა. მას კი პოლიციის უფროსი მოყვა. რა უნდათ? რა შეიძლება უნდოდეთ? ჩვენი სულები, ქონება, რეპუტაცია და კიდევ ერთი. რა საქმე გაქვთ ნედიმე ჰანიმთან? რას გეგმავთ? ერთი ადამიანი ციხეში უკვე ჩავსვით, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას მსხვერპლი სჭირდება. კაპიტანმა დაგკითხათ. მეგით თანამშრომლობა შემოგთავაზეთ. პარტნიორები ვართ თუ არა? მე პარტნიორი ვარ, მაგრამ იაჰია არა. რაც არ უნდა ვუთხრა, მისი დარწმუნება ვერ შევწელი. პირადად ესაუბრეთ თუ გინდათ. იმ ასეთ სიტუაციაში ძალიან არ გვიყვარს, როცა არჩევანის წინაშე ვდგებით, მაგრამ როგორც იცით, ძალიან დიდ ხანს ვიყავით არჩევანის წინაშე. ისკანდერი მოდის და ამბობს, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს გადაგიხდიან, მეც გადაგიხდითო. უფრო მასშტაბურად იაზროვნე იაჰია. კარგი ნედიმე ჰანი, უფრო მასშტაბურად ვიფიქრებთ. თქვენ სავით მასშტაბურად ფიქრი არ შეგვიძლია. იმის თქმა მინდა, რომ თქვენ გინდათ ყველა მოკვდეს. ყველა არ მithქვამს. გითხარით ყველა ვინც ფიქრეთს გზაზე გადაეღობება ნედიმე ჰანი. ღვთის გულისათვის ნუ თუ არის ვინმე ისეთი ვინც ფიქრეთს გზაზე არ გადაეღობება. ახლა ხან გავიგე. დურსუნ ლეტოს უთქვამს ფიქრეთს აღარ ვიცნობოდა, სხდომა მოუწევია. მას სხვა ტკივილი აქვს მუსა. შენმა ძმამ იცის. დამლას გულისხმობს ძმაო. ეს ოჯახური პრობლემაა. ერთი საქმე დაუსრულებელი დატოვეთ. ჩემთან ვალში ხართ. უკვე ჩემთვის კი არა. ჩემი ოჯახისთვის გთხოვთ. თანახმა ვარ ყველაფერზე, რასაც მეტყვით. ისკანდერი მოკალით. ნედიმე ჰანი, მოდი ასე მოვიქცეთ. არავის მოუკლავთ. თქვენც ცოტა დაამშვიდდით და ასე ადამიანები, ვისაც თქვენ გულისხმობთ, ერთმანეთს დახოცავენ. ვაცადოთ რომელიმე დაიწყებს. თქვენ კი გააგრძელეთ. არც ჩვენ გვექნება პრობლემები და არც თქვენ. და ერთმანეთზე თვითონ იძიონ შური. რა სიტყვით? კარგი. ესე იყოს. მაგრამ თუ საბოლოოდ ფიქრეთი დაზარალდება, თუ ვინმე თავს დაესხმება, პოლიციაში წავალ და ყველაფერს ვიტყვი. ვიტყვი, რომ ჩემი ქმრის მოსაკლავად ფული გადაგიხადეთ. თავსაც დავიღუპავ და თქვენც დაგღუპავთ. ეგ შენი მეგობარი ფიქრეთს რამდენად ენდობა? იმდენად რომ მზად არის ყველა თავისი საქმე გადასცეს. რატომ თვითონ ვერ უძღვება? ჩემს ფაშას სხვა საქმე აქვს? სხვა გეგმა აქვს კაპიტანო, ამბობს რომ ისინი ბალანს ინარჩუნებენ, ჩვენ კი არა. მაგრამ კარგად ინარჩუნებს ბალანს ქალებთან დღეს, ერთთან არის ხვალ, მეორესთან. კაპიტანო, ასე არ არის. ფიქრეთ ლეტოზე ეჭვი გაქვთ? მე ეჭვი შენზეც კი მაქვს. კარგი, არ დაგავიწყდეს რაც გითხარი. ყველა ფიქრეთს უჭერს მხარს, მაგრამ არც თქვენი მტერია სულელი. ფიქრეთს მოკლავენ, როგორც კი ამის შესაძლებლობა ექნებათ. კარგი, შეხედე. ჰალო, ზეინებთან არ წახვედი?
ვინ თქვა რომ იქ მიდიოდი თუ რა, მაგრამ უკან არ გაჰყევი ჰალილ იბრაჰიმ. ზეინებთან არ წავსულა როსმან. მაშინ საწახვედი ისკანდერთან. რა თქვი? ჰალილ იბრაჰიმ, გეფიცები რამე მსგავს ერთხელ კიდე ვიტყვი და დავივიწყებ რომ ჩემი ძმა ხარ. კარგი ოსმან, კარგი. ისკანდერი გასრისე თუ მისი მსახიობი შვილი? ჯერ მისი ჯერი არ მოსულა თურან, ჯერ არ მოსულა. ჰალილ იბრაჰიმ, იავუზი იყო. შეკრება გაიმართება. რა შეკრება? არ ვიცი, მამამის უნდა რომ განიხილონ რა იქნება რიзвანის შემდეგ. სასწრაფოდ იკრიბებიან. აქ მოვლენ? არა. ლეტოს ოფისში წავალთ. კარგი, წავიდეთ, მაგრამ მანამდე უნდა დაგელაპარაკო, დავუთ. რაზე? ძმებო, მარტო დაგტოვეთ. ამ წუთში გელაპარაკეთ და ისევ იგივე საკეთებ. გეფიცები უკვე ძალიან მაწყენინებ. ეს დიდემს უკავშირდება ოსმან. წამოდი ოსმან, წავიდეთ, ხელს ნუ შევუშლით. მშვიდობაა, ჰალილ იბრაჰიმ. რამე პრობლემა ხომ არ არის? მინდა საღამოს აქ შევიკრიბოთ, დავუთ. დიდემისთვის შენს გითქვამს, რომ უკვე დროა ჩვენს ურთიერთობას სახელი დავარქვათ. არასწორად ნუ გამიგებ, ჰალილ იბრაჰიმ. შენ არაფერ შუაში ხარ, უკვე ხალხი ლაპარაკობს. მნიშვნელობა არ აქვს ხალხი რას ლაპარაკობს, დავუთ. მაგრამ რადგან თავს მშვიდად ვერ გრძნობ, კარგი, სახელი დავარქვათ. ნაცნობი იუველირი გყავს, შენი დიშვილის შესაფერისი ბეჭედი იყიდე. ხომ იცი ამ საკითხში ვერ ვერკვევი. დიდემსაც არაფერი უთხრა, მინდა სიურპრიზი იყოს. კარგი. ძალიან მიხარია, ჰალილ იბრაჰიმ. შენ გამო და ჩემი დიშვილის გამოც. ორივე ყველაფერს საუკეთესო სიმსახურებთ. გმადლობ, გმადლობ. კარგი. მაშინ ამ საქმეს მე მოვაგვარებ. კარგი. დროებით. ზეინები ნახე. ედანურ. მესმის რომ თქვენი მეგობარია, ძალიან გიყვართ, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა. და სხვა ქალთან მაქვს ურთიერთობა. შეიგნეთ ბოლოს და ბოლოს. კარგი, არ შეგიძლიათ ეს მიიღოთ, მაგრამ ის მაინც გაიაზრეთ, რომ თქვენს მეგობარს სხვა კაცთან აქვს ურთიერთობა. არანაირი ურთიერთობა არ აქვს. ჩემი აზრით არ შენ გაქვს, მაგრამ კარგი. კარგი. ნახავთ მაქვს თუ არა. ოს. ზუსტად ახლა შენთან დალაპარაკება მინდოდა, წამომყევი. რა ხდება? კაპიტანმა მეჯნუნმა რა თქვა? რა უნდა ეთქვა? ისიც ჩვენს მოსაზრებას იზიარებს, ამბობს, რომ ფიქრეთს მოკლავენ. კარგი, მაგრამ ვინ მოკლავს? მთავარი ეს არის. საიდან უნდა იცოდეს მეგობარო? კითხე, მაგრამ მიპასუხა, რომ ისინი ნედიმესთან ერთად მოქმედებენ და ფიქრეთს ხელს არ ახლებენო. დღეს თათბირი იქნება, მანამდე ფიქრეთს დაველაპარაკები, უნდა იცოდეს, რომ მიზანში ამოიღეს. ისკანდერმა ხომ ზეინების ხელი ითხოვა თავისი ვაჟისთვის, ამიტომ ფიქრობ, ფიქრეთს ხელს არ ახლებს. არალოგიკურია. ძმა, უკვე გითხარი, ისე ჩანს, რომ რიзвანიც ნედიმემ მოკლა, მაგრამ ასე არ არის. თუ ფიქრეთს ესვრიან, ესე იგი ჩვენ გვესროლეს. მიზანში ჩვენც ვართ. გესმის? გმადლობ, ლეილა. გემრიელად მიირთვით. გმადლობ, შვილო. კარგად მოიქეცი, როცა გარე გამოიხურე და წამოხვედი. იავუსის დამლა ისევ სახლში რატომ ყავს? დედა დამლა ვერ გაიცანი? თუ სადმე მიეწება, იმ ადგილს არასდროს ჯორდება. მიეწებოს და არ მოშორდეს. მის ძმასაც ზუსტად ასე უთხარი. დამლას კიდევ ერთხელ თუ აპატიებს, შეგიძლია დამივიწყო. ჩემო საყვარელო, ჩემო ლამაზო. არი ნერვიულო. ფიქრეთმა და იავუსმა თვითონაც იციან, რომ ფულიც გაქვს და ძალაუფლებაც. და მის ოჯახს ოდნავ მაინც თუ ვიცნობ, შენ წინააღმდეგ არ წავლენ. თუ მოინდომებ, ყველა საქმეს ერთი ხელმოწერით დახურავ. დედა შენმა ამ ყველაფერს როგორი ტანჯვით მიაღწია. ნედიმეს გამო 30 წელი იტანჯებოდა.
გამზე მოვიდა. Halil İbrahim'i გულშინ მათთან სახლში იყო. ალბათ მოვიდა რომ მოგვიყვეს რა მოხდა. გამზე მობრძანდი. გმადლობ აიშე. კეთილი იყო შენი ფეხი შვილო, შემოდი. გმადლობ დეიდა ზუხა. გმადლობ. ყავა მოგიმზადო? არა საყვარელო არ მიყვარს. კარგი. აბა? მოყევი მიდი. Halil İbrahim's რა პრობლემა აქვს? თქვენ სახლში რა უნდოდა? ეპიცები ვერც მე მივხვდი. თვითონ სხვა ხდება, მაგრამ ისევ ზეინებზე ფიქრობს. ზეინებს ამაზე მეტი რა უნდა დაუშავოს. სახეში გაარტყა და სახლიდან გამოაგდო. გამზე, შენი ძმა გაგიჟდა? Halil İbrahim's წინააღმდეგ მიდის? მასე არაფერი ხსმენიათ? ლეილა, მამა ჩემს რომ მოენდომებინა, Halil İbrahim's დღესვე ჩვენი სახლის ეზოში დამარხავდა. მაგრამ ზეინების გამო გაუშვა. კარგი, მაგრამ ქანი რას ამბობს ზეინებზე? ქანი ძალიან ბედნიერია აიშე. განსაკუთრებით გუშინდელი ღამის შემდეგ. სიხარულით მეცხრეცაზეა. მხოლოდ მე ვარ უბედური. ყველა ასე თუ ისე ცხოვრებას აგრძელებს. ნედიმე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ჩემი შვილების სიცოცხლეს და ქმარი მომიკლა, ტახტზე ზის. გირჩევთ ნედიმეს ახლოს არ გაეკაროთ. მისი ჩამოგდება ასიემ ვერ შეძლოდა. თქვენ რას შეძლებთ? ჩამოვაგდებთ დეიდა. ნახავ, ჩვენ სამი როგორ ჩამოვაგდებთ. ისკანდერს უთქვამს, რამდენიც არ უნდა შემოგთავაზონ, მე უფრო მეც გადაგიხდითო. ის თუ უთხარი, მე რაც თქვი დედა. უთხარი. თუ შეეშინდებათ წესით, ამით უნდა შეეშინდეთ. უთხარი რომ წავალ და პოლიციას ყველაფერს ვეტყვი. არაფერი შეეშინდებათ, მაგრამ მაინც ციხეში წასვლა არ უნდათ. დორსონზე მითხრეს, თათბირი მოიწვია? დიახ. ამის შესახებ ვისგან გაიგეს? ვისგან უნდა გაიგოთ, დედა? შენი მეწყვილისგან. არა, რას ამბობ? დამლამ ყველაფრის შემდეგ გამარჯვებასაც არ ეტყვის. როცა გამარჯვებას არ ეუბნებოდით, როგორც ჩანს, დამლას მათთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. შენი აზრით, ახლა ურთიერთობას გაწყვეტს? გოგონას ნუ აბრალებ ღვთის გულისთვის. არ ვაპირებ მის გამო ცოდვა ჩემს თავზე ავიღო, დედა. არ შენ გამო. ემრე. უკანა მაგიდებს მივხედოთ, კარგი? ლამაზად არ არის გაწყობილი. კარგი. ედანორ. ძმაო დავუდ, გისმენ? Halil İbrahim'i და სხვები გავიდნენ? ეს თუთია გავიდნენ. ვერ მოვასარი მინდოდა მისთვის რაღაც მეჩვენებინა, მაგრამ არა უშავს. ეს სალაროსთან დადე. შეგიძლია საღამოს Halil İbrahim's გადასცე, კარგი? ეს რა არის? Halil İbrahim'მა მთხოვა მეყიდა. სალაროსთან დადე, საღამოს დასჭირდება. Halil İbrahim. Efendim canım. Gizmen საყვარელო. Çok kötü bir რაღაც ძალიან ცუდი მოხდა. Kime? ვისთან? Bence ჩემი sana. აზრით შენთან. Nasıl რას ამბობ neden ედანო? anlayamadım. ვერ გავიგე. Şu an elimde aynısı. ხელში ზუსტად ისეთი ბეჭედი მიჭირავს, როგორიც შენია. Kimin yüzü? ვისი ბეჭედი? Halil İbrahim'in Didem'e ბეჭედი, aldığı რომელიც yüzü. Halil İbrahim'ა დიდამს უყიდა. სერიოზულად? Ciddi misin? სამწუხაროდ ხო? Halil İbrahim'i დღეს საღამოს დიდემს თითზე გაუკეთებს. ჩემთვის ბეჭედიც კი არ გაუკეთებია. იმიტომ რომ ეს არ გაინტერესებდა ზეინებ, მაგრამ დიდემი ცდილობს რაღაცას მიაღწიოს. ჩვენი ბიჭი კი ყველაფერს აკეთებს, რაც ამისთვის საჭიროა. Yani რა გითხრა ედანო? არ შემიძლია ბედნიერება ვუსურვა, როგორც ეს Halil İbrahim'ა მისურვა. teşekkür ederim. დიდი haber მადლობა verdiğin იმისთვის, რომ için. შემატყობინე.
ისიც კარგია სხვისგან რომ არ ვიგებ. დროებით. ჰალილ იბრაჰიმ, აქ ვიქნებით. კარგი ძმაო. ფიქრეთ, ვიცი შვილო, ვიცი განიცდი ძალიან ბევრი საქმე გაქვს. პატივს ვცემ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შენ და აიშე მიიღეთ, მაგრამ ჩემი შვილიშვილები იზრდებიან და ყოველდღე მეკითხებიან მათი მშობლები ცალ-ცალკე რატომ ცხოვრობენ. მართალია ვცდილობ შენი თავი შევუცვალო, მაგრამ მამა სულ სხვა. ვიცი მამან ესიმ და მესმის, მაგრამ უკეთესია მე და აიშე თუ ცალ-ცალკე ვიცხოვრებთ, თუნდაც შვილების მომავლისგან. შემოდი ძმაო. გამარჯობა ბიძიანესიმ. ჰალილ იბრაჰიმ, გავიგე ისკანდერის ხალხი გიცემია, აიშემ მითხრა. ღმერთმა მარჯვენა დაგილოცოს. ეგ კაცი ძალიან არ მომწონს. ეგ როდის მოხდა, არ გამიგია? სამაგიეროდ გაიგებ, როცა ისკანდერს მოუკლავ ფიქრეთ. ნესიმბეი, შეიძლება მარტო დავტოვოთ. რა თქმა უნდა, კაბინეტში ვიქნები, დურსონს დაველაპარაკები. ჯერ გავიგებ ამ შეკრების მიზეზი რა არის და იქ დაგელოდებით. კარგი. კარგი. მოდი ძმაო დაჯექი. რა მოხდა? ისკანდერი ისევ შენთან მოვიდა? რატომ წემე? არა, მე თვითონ მივედი. უნდათ რომ ზეინების გამოყენებით შემაშინონ, მაგრამ კარგი, ახლა სულ სხვა საქმე მაქვს. არა, სხვა საქმე არა, მაგ ისკანდერმა არაფერი დამიტოვა, არც ოჯახი და არც სიმშვიდე. ფიქრეთ, შეგიძლია დარწმუნებული იყო, ჯერ არაფერი გაუკეთებიათ. ამაზე მეტი რა შეუძლიათ გააკეთონ ძმაო. შეუძლიათ გააკეთონ ისე, რომ ყველა ერთმანეთს გადავემტეროთ. აქ ამიტომაც ვარ. შენ ხარ მათი სამიზნე. აშკარაა, რომ ბიძია დურსუნი ჩამომშორდა. არ ვიცი ასე ვინ განაწყო, მაგრამ ოჯახის წევრებმა თუ ვინმე სხვა, მაგრამ მეც ამას ვამბობ. ფიქრეთ, რაც უნდა თქვას, ყურადღება არ მიაქციო. დაეთანხმე ყველაფერს, რაცაც იტყვის, იმისთვის, რომ დურსუნის და იავუზის საშუალებით არ გვეთამაშონ. იავუზი ამას არ იზამს, ჩემი დაუყვარს. მაგრამ ბიძია დურსუნის ცოლს მისი მართვა შეუძლია. მე ხომ დამლა სახლიდან გავაგდე. აშკარაა, რომ ეს ნარგის ჰანიმის სიამაყეა, რომელიც შეელახა. ქალები საშიშები არიან, ფიქრეთ. ამას იმიტომ ამბობ, რომ ქალმა სახეში გაგარტყა? ამას იმიტომ ვამბობ, რომ შეიძლება მახე დაგიგონ, იქ სადაც მე ზეინებმა სახეში გამარტყა. ზეინებ შენთვის ბოდიში უნდა მოეხადა. მოიხადა? ეს დარტყმა არაფერს ნიშნავს. აი, მისი გადაწყვეტილება კი არ ამგონია რამემ გამოასწოროს. ამიტომ შენს გადაწყვეტე ცეცხლს ნავთი დაამატო. რაღაც გავიგე. ბიჭებო, მამა გელოდებათ. წამოდით. წავიდეთ. Merhabalar. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. Merhaba. გამარჯობა. Hoş geldin Ali. გამარჯობა. კეთილი იყო შენი მოსვლა, ჰალილ იბრაჰიმ. გისმენ ბიძია დურსუნ. თხოვე შეხვედრა მომეც ხო მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მამა ჩემის მკვლელობიდან 7 დღეც კი არ გასულა. მაინტერესებს რა ხდება. ახლა სპეციალურად მოვინდომე სანამ დრო არ გასულა.
ხომ იცით რიзвანის სიკვდილის შემდეგ ჩვენი ავტორიტეტი დაზარალდა და საქმე შეჩერდა. ავტორიტეტის შესახებ არ ვიცი, მაგრამ საქმე კარგად მიდის დურსუნ. ფიქრეთი, ჰალილ იბრაჰიმი, იავუზი, მას შემდეგ რაც ეს ბიჭები ხელმძღვანელობენ, საქმე მხოლოდ უკეთ მიდის. პრობლემა რაში მდგომარეობს ვერ მივხვდი. დიახ, ბოლო დროს რიзвანთან ცუდი ურთიერთობა გვქონდა. მართალია, შესანიშნავი პოლიტიკა ჰქონდა, მაგრამ მისი დაქორწინების შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. როცა მოკლეს, საქმე კიდევ უფრო გაუარეს და განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ საქმეს მისი ოჯახის წევრმა მოკიდა ხელი. დიახ, შენი ქალიშვილი და ნედიმი არასწორად მოიქცნენ. გადაწყვიტე აქ შეგვუკრიბო და გვითხრა, რომ ჩვენ ვართ დამნაშავე. ბიძია ნესიმ, მამას იმის თქმა უნდა, რომ ძმა ფიქრეთი აიშეს გაშორდა. ჩემი ცოლი სახლიდან წავიდა, ზეინები დაინიშნა ისკანდერის ვაჟზე და როგორც გავიგე, ჰალილ იბრაჰიმი ძმა დაუთის დის შვილს ხვდება. ანუ ჩვენი ოჯახი იშლება. უნდა გავერთიანდეთ. ერთად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პირადი ცხოვრება ბიზნესზე ნიშნულოვანი არ გახდეს. მართალი ხარ იავუს, მაგრამ მამა შენს რა შეუძლია? გეტყვი დავით. ეს დიდი კომპანია. ხელმძღვანელის გარეშე მისი დატოვება არ შეიძლება. თუ ასე გავაგრძელებთ, მაშინ ვიჩხუბებთ. ბიძია დურსუნ, მაშინ გითხავთ, რამე რჩევა გაქვთ? პირდაპირ გითხარი, აქ წინააღმდეგობას მაინც არავინ გაგიწევს. გისმენთ? თქვენ საქმეს ისევ გააგრძელებთ, მთავარი კი მე ვიქნები. ესე იგი ოჯახის მმართველი შენ იქნები დურსუნ? რა ხდება ნესიმ? წინააღმდეგი ხარ? გოგონა, რომელიც არ მოგწონს და რომელსაც ფიქრეთი დაშორდა, ჩემი ქალიშვილია. ისედაც ვუთხარი, რომ არასწორად მოიქცა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ცუდად მართავს. შენ კი საკუთარ თავზე ფიქრობ, იმიტომ რომ ქალიშვილი სახლიდან გამოგიგდეს. ნესიმ, მომისმინე? ამ ოჯახში იერარქია არსებობს. შენი გვარი ლეტო არ არის. არაფერი ვთქვი იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეს ფიქრეთი მართავდა, როცა რიзвანი ცოცხალი იყო, მაგრამ რადგან რიзвანი მოკვდა, ახლა ამ ოჯახის უფროსი მე ვარ. ამ ოჯახში იერარქია არსებობს, ეს მართალია, ბიძია დურსუნ. და შესანიშნავად იცი, რომ ამ ოჯახში ხელმძღვანელის თანამდებობა მამიდან შვილზე გადადის. თუ მე რამე მომივა, მაშინ სანამ ჩემი ვაჟი ან გამზე შვილები არ გაიზრდებიან, თავიდან რა თქმა უნდა შენ იქნები მმართველი, მაგრამ შემდეგ იავუზი. მაგრამ სანამ მე ცოცხალი ვარ, ლეთოს ლიდერი აშკარაა. და თუ შენ გინდა ხელმძღვანელი იყო, მაშინ ჩვენს გვერდით იყავი. განა შენზე ჭკვიანს და გამოცდილს ვინმეს ვნახავთ, ვისაც შეგვიძლია რჩევა ვკითხოთ. ასე არ არის? ხელი შეგიშალეთ, მაგრამ ისკანდერი მოვიდა ვაჟთან ერთად. უთხარი ვერ შემოუშვებდით, მაგრამ ამბობს, რომ მონაწილეობის უფლება მასაც აქვს. ერთო ჩემო, ეს უფლება საიდან აქვს? სამწუხაროდ რიзвანისგან და მისი შვილების გამო, რომლებიც დაიბადებიან. შემოვიდნენ.
შეგიძლიათ შეხვიდეთ. შიგნით შეიყვანე. რაღაცომ უნდა შევიყვანოთ აქვე მოვკლათ, რადგან მოვიდნენ. ჰალეუმა ასე თქვა, ესე იგი იცის, რასაც აკეთებს. კარგი.